მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია. სამიტი 9 სექტემბერს დაიწყება. ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს ისე როგორც არასდროს კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლი განვითარების დაჩქარება. სამიტის შექმნის შესაძლებლობას ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არ მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია უკვე დღეიდან უზრუნველყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ. ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან მოგვეცემა შესაძლებლობა წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა აღონიზება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ისაუბრეს ერთობლივ რეგიონულ პროექტებსა და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი იყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და 2026-30 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხარებმა განიხილეს საქართველოს მთავრობისა და გაეროს სააგენტოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების, ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისა და კარგი მმართველობის კუთხით. სრუ კამპანიის ავტორები პასუხისმგებლობას არ იღებენ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აქციების, გაკეთებული განცხადებებისა თუ რადიკალური პროცესების წარმართვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფაქტებზე მნიშვნელოვანი განცდებია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი ვერ ასახელებს კანონის შედეგად რომელი ორგანიზაცია გაუქმდა, ისე ვერ ამბობენ დაფინანსების გამჭვირვალობა რატომ არის პრობლემა. აიკრძალა არასამთავრობოები ბატონლაშა? არასამთავრობოები გაჩერდნენ. რომელი მაგალითად ბატონლაშა? რომელი და მაგალითად ჩემი ორგანიზაცია, რომელიც აღარ არსებობს. არსებობდა საშუალება მივიღო გრანტი, ეხლა მაგის საშუალება არ არის. რატომ იყო პრობლემა ხალხს ცოდნოდა თანხის წარმომავლობა და მიზნობრიობა? შესულიყო, არ ვალავდით ამას, ეს არ არის გამჭვირვალობის კანონი, ეს არის აგენტების. მით უფრო თუ ისედაც გამჭვირვალეა, რატო იყო რეგისტრაცია პრობლემა? ყოველ მეორე სიტყვაში მოგვაკერეს აგენტების იარლი. რომელი ორგანიზაცია აიკრძალა კანონის მიღების შემდეგ? არაერთ ორგანიზაციას, მთელ რიგ ორგანიზაციებს მიადგა მაგალითად
მე ვიცი ძალიან ბევრი მაგალითი, მაგრამ დაასახელეთ ბატონ გრიგო. თქვენ ამბობდით, რომ ემიგრანტებს ფულის გადმორიცხვა აღარ შეეძლებოდათ. გაქვთ ასეთი ფაქტები? მაგ კანონმა ათობით 1000 ქართველის თავზე ჩამოკიდა განცდა, რომ ისინი არიან აგრეთვე სამიზნე. იმიტომ რომ უცხოეთიდან მიღებული ანუ ეს განცდებზე ვლაპარაკობთ თუ კონკრეტულ შედეგებზე, ბატონ გრიგო? განცდები არის შედეგების საწინდარი. ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას და არსებობაც, ისე რომ ქვეყანა არ დააზიანო. ეს რომ აღიარონ, ამისთვის ჭირდება მზაობა, ჭირდება გამბედაობა, ჭირდება საკუთარი ქვეყნისა, საკუთარ სამშობლოსადმი სხვა დამოკიდებულება. წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებს საკუთარი სამშობლოს მიმართ, ამიტომაც ასეთ აღიარებას ჩვენ ველით ისინი ამას არ აღიარებენ და ამით საკუთარ დანაშაულს, საკუთარ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებენ ჩვენ საზოგადოებას, რა მტრული ძალები არიან საქართველოს წინააღმდეგ განწყობილნი. ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ომის რიტორიკაში ადანაშაულებს, თემა ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს. სააკაშვილმა დაწერა, რომ მთავარი ამოცანა არის აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით და ეწინააღმდეგება ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერს აკრიტიკებს NGO-ს წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. მიქელაძე თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ დაეთანხმა ნიკა გვარამიას პოზიციას, რომელმაც აფხაზეთს ტრამვული მეხსიერება უწოდა და პარალელი ყარაბაღის დათმობაზე გააკეთა. თავარი რიგის ამოცანაა აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა და ეს არ გამოვა გველსხვრელიდან ამოიყვანს ენათკბილად მოუბარი პრინციპით. არამედ მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად ძლიერი კბილებამდე შეიარაღებული საქართველო. საკუთარი და მეგობრების ძალებით შეძლებს ჩვენი ძირძველი მიწის, ჩვენი სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე. ჩვენ აღვადგენთ კონტროლს ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით. ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც ვერავითარი გამოცდილება ვერ გამოიტანა საკუთარი წარსულიდან. სააკაშვილს უბრალოდ ავიწყდება, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს თვითორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება იცავს. ბევრი რამე შეიცვალა და ბელადების და მათი გიჟი იდეების თავზე დასმას არ ვაპირებთ. თუ ჩვენს ვინც არ დავეთანხმებით გაგვყრის ქვეყნიდან. ნაცური. აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტიურად ითარგმნება როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა. ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და არა აფხაზეთის რეალურად დასაბრუნებლად. ჩემი პოზიცია კი რაციონალურია და ნაფიქრი. შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან. ევროკავშირის წევრობა. სწორად წავიკითხე, მიშა ომის პარტია. ნაციონალური მოძრაობა ალიანსიდან გასვლის შესახებ ჯერ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა ყოველდღიურად პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ ალიანსი უფუნქციოა. პარალელურად ნაციონალური მოძრაობა პარტია ახალს უპირისპირდება, საკითხი დაფინანსების წყაროს უკავშირდება. ალიანსი ამ სახით კარგავს თავის ფუნქციას, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ მომენტამდე ჩვენ განცხადება ოფიციალური არ გავიკეთებია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა კითხვები, ის კითხვები, რომელიც მათ შორის არის საზოგადოებაში. როგორ მოხდა აი ამ კონკრეტული პირის პოლიტიკაში შემოსვლა, საიდან მოიტანეს ფინანსური რესურსები? დასრულდა ეს ზღაპარი, ვითა სიზმარი ღამისა. ჩვენ ამას ვამბობდით, როგორც კი ეგრეთ წოდებული ალიანსი შეიქმნა, რომ რა თქმა უნდა ამას მომავალი არ ეწერა, იმიტომ რომ თვითონვე მყისიერად შექმნისთანავე თქვეს, რომ ერთად ვართ, მაგრამ ცალ-ცალკე ვართ. ცალ-ცალკე გზები გვაქვს, მაგრამ სადღაც ერთად გადავიკვეთებით და ჩვენ ნახეთ, რომ არსად არ გადაიკვეთნენ, ერთადერთი სადაც გადაიკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი. ვერც ნაცმოძრაობა გებულობს, სად შევიდა და საიდან გამოდის და ვერც ალიანსი გებულობს, ნაცმოძრაობა შევიდა თუ ისევ გადის. რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლებიან და ისე ერთიანდებიან, საზოგადოება ამაზე ვერ ძიგებს ნორმალურად, რატო? არც რეალური საფუძველი არსებობს მათი გაერთიანების და დაშლითაც ეს ეკლექტური გაერთიანება იშლება. ერთადერთი რაც მათ აერთიანებს, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეს საკუთარი ქვეყნის იძულებულია. დანარჩენი ისინი რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ვერანაირ სოლიდურს და ღირებულს ვერ ქმნიან, ესეც დობის არქონის პირობებში არის აბსოლუტურად გასაგები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარგიზი ხაჭვანის საქმე განიხილა, მან შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. ხაჭვანის სასამართლომ სამართალ დამრღვევად ცნო დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ფერაძემ რეაგირებისთვის თავად მიმართა სიძულვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.
სასამართლომ განიხილა ნარგიზი ხაჭვანის საქმე, რომელმაც სიტყველი შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ირინე ფერაძეს სოციალურ ქსელში. მოცემულ შემთხვევაში თავად ირინა ფერაძე მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელება. განხორციელდა მტკიცებულებების მოპოვება და აგრეთვე განხორციელდა სავარაუდო სამართალდამცავი პირის იდენტიფიცირება. თბილისის საქალაქო სამართალმა გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამცავად და სახელი სახით შეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყება როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებიდან, ასევე ონლაინ პლატფორმიდან. სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულები, ასევე უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსულ მოსწავლეებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მინიმუმ 1 სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველა შეიძლება რომ მივიდეს, შეიძინოს ინფორმაცია ამ სარეალიზაციო პუნქტების შესახებ. მომავალი კვირიდან უკვე საზოგადოებისთვის საჯარო გახდება, მომავალი კვირიდან უკვე ჩაეშვება ონლაინ პლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ ონლაინ გამოიწეროს ნებისმიერმა მშობელმა თავისი შვილისთვის ეს ფორმა და მას ადგილზე მიუტანონ. აქვე გეტყვით, რომ საცალო ვაჭრობის გადახდისას თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკების მიერ მოქმედებს საშეღავათო cashback პოლიტიკა, რომელზეც ასევე ინფორმაცია დეტალურად იქნება გაზიარებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმისთვის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში. თითქოს და სამინისტრო აპირებს ამ ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას, რაც სრული აბსურდი და ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება. ფორმები უკვე საქართველოშია, 22 სკოლა გახლავთ. სწორედ ერთ-ერთი სარეალიზაციო პუნქტი, საიდანაც გაიცემა ისინი. სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ ფორმების მიღება, დახარისხება, დასაწყობება. 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ველოდებით პირველკლასელებსა და მათ მშობლებს და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გარემო დავახვედროთ მათ. განათლების მინისტრი გურიის მოამბეს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და საჯარო ბოდიშს ითხოვს. სააგენტომ დაწერა, რომ გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს. მინისტრი ამბობს, რომ კანონის დაცვით აქვს შეძენილი მიწა, ამ ტერიტორიაზე კი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. იმ შემთხვევაში, თუ გურიის მოამბე ბოდიშს არ მოიხდის, გივი მიქანაძე მიმართავს სასამართლოს. ეს არის მორიგი იაფასიანი დეზინფორმაცია და კონკრეტული პირები, რომლებიც ამას ავრცელებენ, პირდაპირ გეტყვით, რომ სიცრუეს ტირაჟირებენ. მიწა, რომელიც მე შევიძინე 2 ეტაპად, ეს შეძენა განხორციელდა სახელმწიფო აუქციონის მეშვეობით, საჯარო აუქციონით. მიწის ფასი განისაზღვრა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დადგენილი ფასიდან გამომდინარე და ყველა პროცედურა იქნა კანონის ფარგლებში დაცული. მიწის საერთო მოცულობა 1000 კვადრატულ მეტრსაც არ აღემატება. ამის შემდეგ ჩემს მიერ იქნა მომზადებული სამშენებლო პროექტი, რომელიც წარედგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დამტკიცდა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო იქ ხის კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ჩემ საგვარეულო სოფელში, სადაც მარტივი ამბავია ნებისმიერ ქართველ ადამიანს ალბათ აქვს სურვილი, რომ თავის საგვარეულო ადგილმამულში რაღაცა, ასე ვთქვათ, ფუძე ჰქონდეს. და შესაბამისად, მიწა, რომელიც მე შევიძინე, ის იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა, არაფერი იქ არ არსებობდა, ამიტომ მე მოუწოდებ იმ ადამიანებს, რომელიც ამ სიცრუეს ტირაჟირებენ, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ, სხვა შემთხვევაში კანონის ფარგლებში მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა და აი ამ ტყუილის აღიარება. დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საავადმყოფოსა და შოთა რუსთაველის ქუჩაზე სახელოვნებო სამუსიკო სკოლის შენობების განახლება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამასი არაგველის ქუჩას და მოეწყობა ბულვარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლებას. გათვალისწინებული იქნება სარეაბილიტაციო ობიექტების ფუნქციური დანიშნულება, ისტორიული და კულტურული თავისებურებები, ასევე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომები.
ჩვენი სურვილი არის, რომ ამ დაბაში აღდგეს ამორტიზირებული შენობები, განახლდეს მათ შორის ქუჩები, იცით რომ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს აღნიშნული დაბა და საინტერესო იყოს ის არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომელთათვისაც შეიქმნება ახალი სივრცეები, მათ შორის აღდგება საჯარო ფუნქციის მქონე შენობები, არამედ მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ფასანაურის ტურისტული პოტენციალი იქნას გამოყენებული. ჩვენ მოვახდენთ ცენტრალურ ქუჩების სრულ რეაბილიტაციას, მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციას, მდინარის პირას მოვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეს ბულვარს და ასევე მოხდება ამბულატორიის რეაბილიტაცია. პროექტზე ზოგადად ეს სამშენებლო სამუშაოები გახდის ბევრად კომფორტულ საცხოვრებელ ადგილს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ბევრად მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის. საბურთალოს რაიონში ვახტანგ ჭაბუკიანის 7 ნომრის მიმდებარედ ასევე ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეები ეწყობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიები გამწვანდება, მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურაც, დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები. ტერიტორია სრულად გამწვანდება, 400-ზე მეტი ხემცენარე დაირღვევა, მოეწყობა სარწყავი ქსელი, ახალი განათება, დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის ვიდეოკამერები, დამონტაჟდება სხვადასხვა სახის საპარკე ინვენტარი. პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენობას კიდევ ერთი ლამაზი სივრცე და მოწესრიგებული გამწვანებული სივრცე შეემატება. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ქრონიკა პირდაპირ ეთერში 17 საათზე დაბრუნდება. დროებით.